მე ვარ ნიკოლოზ დიასამიძე 13 წლის. ვსწავლობ მომავლის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ფეხბურთის თამაში. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ ეზოში ხშირად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ვარ ძალიან კარგი მარცხენა თავდამსხმელი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. განსაკუთრებით მომწონს კონტრშეტევიდან გოლების გატანა. ჩემს კარიერაში მაქვს 100-მდე გოლი გატანილი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ბოლო წამი იყო და წამაქციის რა ხო და ჯარიმა დადეს და მე თქვი რომ რადგანაც მე მოვიპოვე, ბარემ მე დავარტყავ მეთქი და როდესაც ახტნენ, ქვემოდან შეუძვრინე ჩემს მეტოქეს და ისე გაუტანე გოლი ჯარიმიდან. და მოვაგებიე ჩემს გუნდს. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებები მგონია სისწრაფე და ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრიშტიანო რონალდო და საყვარელი გუნდი რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მოედანზე ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ ჩემ კლასელ დავით იაკოვაძესთან. მე პირველად მინდოდა ფეხბურთზე შესვლა, მაგრამ ცეკვა აურჩია, რადგანაც ჩემი მთელი ოჯახი მოცეკვავეები ვართ. უკვე მერვე წელია ვცეკვავ ანსამბლ პატარა არსიანელებში. თუ სიმაღლე მექნება, ძალიან კარგი მომაცემები მაქვს იმისთვის, რომ გადავიდე მთავარ ანსამბლში. მე სვანურსაც ვცეკვავ, აჭარულსაც ვცეკვავ, ქართულსაც ვცეკვავ. მაგიტომაც დიდი თმა. და კიდე მირზაიაშიც მაქვს სოლო. გრძელი თმა იმიტომ მაქვს, რომ ვცეკვავ ძალიან ბევრ სოლოში. ესენია აჭარული, სვანური, ქართული. პირველად მასწავლებელმა მითხრა, რომ იქნებ მე ქართულეო და ამ დროს ცეკვაზე ვიყავი ძალიან ადრე შესული. პირველივე კვირაში მითხრა, როცა შევედი და ეს ჩემთვის იყო ძალიან გასახარი ამბავი, იმიტომ რომ ჯერ ცეკვა არ ვიცოდი და მასწავლებელმა შემატყო, რომ ძალიან კარგად ვიცეკვებდი, რომ გავიზრდებოდი და მგონი არ შეცდა მასწავლებელი. პატარა არსიანელებში მყავს 2 ქორეოგრაფი, ესენია გიორგი ჭანიშვილი და თამუნა ხალვაში. ორივე ერთმანეთზე კარგია, მაგრამ შინაგანად მე უფრო კარგად მეგობრობ თამუნა მასწავლებელთან. მისი განსაკუთრებული თვისება ის მგონია, რომ ის არის ძალიან მეგობრული, ძალიან მოთხოვნიც არის, ძალიან კარგი მასწავლებელია. ამავდროულად ძალიან მოსიყვარულია. ერთი სიტყვით მას აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება. მე ვთვლი რომ ცხოვრებაც ძალიან გამიმართლა, რადგანაც ასეთ კარგ ანსამბლში ვარ და ასეთი კარგი მასწავლებლები მყავს. მქონდა 20 საათამდე კონცერტი და მე ყველაზე კარგად მახსოვს ის კონცერტი, როდესაც მოხსენით გრამპი და მიგვიწვიეს იტალიაში. ახლა ვემზადებით საბერძნეთის გასტროლისთვის და იმედია ძალიან მოგვეწონება. ჩემი საყვარელი ცეკვა ქართული. პატარა არსიანელებში ჩემი მიზანია რომ კარგად ვიცეკვო და გადავიდე მთავარ ანსამბლში. ჩემზეც გოგოები უფრო კარგად ცეკვავენ. ალბათ იმიტომ რომ უფრო მარტივი მოძრაობები აქვთ ვიდრე ბიჭებს და მათთვის უფრო მარტივია ეგ მოძრაობები. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ არის ძალიან კარგი განათლება, მეორე მხრივ არის ძალიან კარგი მასწავლებლები, ძალიან კარგი კლასელები მყავს. და ამავდროულად არის ძალიან გემრიელი საჭმელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის აჩი ხოზრევანიძე. ყველაზე ჭკვიანია ნიკა მამულაძე. ყველაზე მშვიდია დათა ქათამაძე. ყველაზე ბედნიერია საბა ქურიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მეგობრული და მაქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული ენა. საყვარელი მასწავლებელია სოფო მიქელაძე. იმიტომ რომ ის არის ძალიან მეგობრული, ძალიან უყვარს გართობა, ძალიან ბევრ აქტივობას ვატარებთ კლასში და ის არის ჩემი ინგლისურის მასწავლებელი. და მან შემაყვარა ინგლისური. ჩემი აზრით სოფო მასწავლებელი არის ძალიან ბედნიერი ადამიანი. ასე იმიტომ მგონია რომ არის განათლებული და კარგი შვილების დედა. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოგზაური. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი გემის კაპიტანი, რადგანაც მამა ჩემი მეზღვაურია. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი 2 პატარა ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია დათუნა. ის არის ზოგჯერ ნერვების მომშლელის, ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგად გამოსდის ცეკვა და უყვარს ჭამა. ჩემი აზრით დათუნა რო გაიზრდება, გამოვა გემის კაპიტანი. ჩემი მეორე ძმა არის 6 წლის და ქვია ერეკლე. ერეკლე არის ძალიან მეგობრული, ამავდროულად ძალიან კეთილი და მისი ასაკის შესაფერისად მას აქვს ძალიან კარგი განათლება. ერეკლე ალბათ გამოვა პრეზიდენტი. მამიკო არის ძალიან სიმპათიური, ძალიან მეგობრულია
ძალიან კეთილია, ისეთი ადამიანი, როდესაც შულს არ აწყენინებს და ამავდროულად ძალიან კარგი ადამიანი, არაფერი არ ეზარება. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, ბედნიერი, ძალიან მზრუნველი და მას ძალიან უყვარს ტკბილეული. სხვათა შორის ტკბილეულებიდან მე მიყვარს კიტკეტი. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. კარგ ნიზლავზე შემიძლია შევჭამო 20 ხინკალი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ბიჭი ზოლიან პიჟამოში. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი გაჭირვებაზე. ამ თემას იმიტომ შევეხებოდი, რომ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი და ამ წიგნით ხალხს მივცემდი იმის საშუალებას, რომ ხალხს დაეხმაროს. ამ წიგნის საკითხვის შემდეგ გაჭირვებულ ხალხს ექნებოდა იმედი და შეძლებულ ადამიანებს ექნებოდათ სიკეთის გაკეთების სურვილი. მე ასევე მიყვარს ფილმები, რომელიც არის დაკავშირებული გამოძიებასთან. ჩემი საყვარელი სერიალია თინეიჯერი მგელი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი, დავეხმარებოდი გაჭირვებულ ხალხს და მთელი ოჯახი ვიმოგზაურებდით სხვადასხვა ქვეყნებში. პირველ რიგში დავეხმარებოდი უპატრონო ბავშვებს. ვიზრუნებდი მათ ჯანმრთელობაზე და უფასო განათლებაზე. ერთი სიტყვით ვიქნებოდი ძალიან დიდი ქველმოქმედი. პირადად ჩემთვის ვიყიდი ძალიან დიდ სახლს, სადაც იქნებოდა აუზი და ძალიან კარგ მანქანებს. 24 წლის როდესაც გავხდები, ვიყიდი შავი ფერის მერსედესი. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. მეყოლება 3 შვილი, 2 ბიჭი და 1 გოგო. საბა, გიორგი და ელენე. თუ კიდევ მეყოლება შვილები, ჩემო ცოლმა დაარქვა სახელები. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა, თუ რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი. ჩემი ოცნების საჩუქარია საგზური მადრიდში და ელ კლასიკოს თამაში დასწრება. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე? მაგალითად, მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი დედაჩემთან ერთად. ბედნიერება არის, როდესაც ყავს ძალიან კარგი ოჯახი, გაქვს ძალიან კარგი განათლება და მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.